დღეს დილიდან უცხოელი სტუმრები ქართულ ალკოჰოლურ სასმელებს საგამოვნებენ თბილისში ქართული ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ფორუმი გაიხსნა. ფორუმი ეკონომიკის მინისტრმა და სინგაპურის ღვინის მაგისტრმა ლიზა პეროტ ბრაუნმა გახსნეს. ამ აქციის მიზანია აზიაში ქართული სასმელების პოპულარიზაცია. სპეციალურად ფორუმზე დასასრება თბილისში ჩინეთიდან, კორეიდან, სინგაპურიდან და იაპონიიდან 43 სპეციალისტი ჩამოვიდა. უცხოელ სტუმრებს საქართველოში ალკოჰოლური სასმელების წარმოების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. დღესვე უცხოელ სტუმრებს ვერა ქობალია და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოგოროზია ექსპო ჯორჯიაში მასპინძლობენ. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების პრეზენტაცია იმართება. საქართველოსთვის აუცილებელია, რომ ჩვენი ღვინის ექსპორტი იყოს დივერსიფიცირებული, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ღვინო არა მარტო ვთქვათ ევროპის ბაზარზე, სადაც დღეს ჩვენ გვაქვს 22% ჩვენი ექსპორტის, არამედ მთელ მსოფლიოში და არ ვიყოთ დამოკიდებული ერთ ბაზარზე. მათი მთავარი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება უფრო უკეთესად გაიცნონ ქართული პროდუქცია, ადგილზე შეხვდნენ კომპანიებს, ადგილობრივ კომპანიებს და იყოს ორმხრივი შემოხვედრები და მთავარი მათი მიზანია, რომ გააკეთონ დაკვეთები და გაიტანონ ქართული სასმელები საზღვარგარეთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. უკვე დავაგემოვნე საფერავი და აღმოვაჩინე, რომ ამ ღვინოს განსაკუთრებული გემო და ხასიათი აქვს. ასევე გავსინჯე თეთრი ღვინოები, რომლებიც მართლაც ძალიან სუფთა წესით არის დამზადებული. შემიძლია შევაჯამო და აღვნიშნო, რომ ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს აზიურ ბაზარზე.